თავი მეორე. შეიხი ადი და მისი ორდენი. ადი იბნ მუსაფირი, რომელიც იეზიდური რელიგიის წინასწარმეტყველად არის აღიარებული, დაახლოებით 1075 წელს დაიბადა ლიბანში, სოფელ ბეით-ფარში, რომელსაც ახლა ხირბეთ ქანაფარი ეწოდება. ბექაას ველის უწყლო დასავლეთ ფერდობზე, ბაალბექიდან სამხრეთით, 37 მილის დაშორებით. მამამისი, მუსაფირ იბნ ისმაილი, მართალი და წმინდა მუსლიმი, ომა იადი ხალიფის მერვან იბნ ალ-ჰაკამის ჩამომავალი იყო. დედამისის სახელიც ცნობილია იეზდა. ადის მშობლებისა და მისი დის საფლავები იმ უძველესი მუხის ქვეშ მდებარეობს, რომელიც ბექაას ველს დასცქერის. ადის დაბადებამდე 100 წელიწადი ბექაას ველს ეგვიპტელი შიიტი ხალიფების დინასტიის ფატიმიდების წარმომადგენლები მართავდნენ, მაგრამ ცვლილებები უკვე კარს იყო მომდგარი. საუკუნეების განმავლობაში თურქები, მესაქონლე და მეომარი ხალხი, თავიანთ საქონელს ცენტრალური აზიის ველმინდვრებზე აძოვებდნენ და სპარსეთის მმართველებს ებრძოდნენ. მე-11 საუკუნის დასაწყისში მათ შორის ყველაზე ომის მოყვარე ტომები, რომლებსაც ისლამი ახალი მიღებული ჰქონდათ, სპარსეთს მიაწყდნენ. მისი ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი გადაიარეს, დასავლეთისაკენ დაიძრნენ და 1055 წელს ბაღდადი აიღეს. აბასიდი ხალიფა, რომელიც შიიტ მეთაურებს თავის სასახლეში ჰყავდათ გამომწყდეული, სიხარულით დახვდა ორთოდოქს სუნით თურქებს, რომლებმაც მას ისლამის სულიერი ლიდერის დაკარგული სტატუსი აღუდგინეს. ბაღდადში სამართლისა და თეოლოგიის სკოლებს ახალი ენერგია შეემატა, იმ მოძღვართა ჯგუფის წყალობით, რომელთაც აბუ ჰამიდ ალ-ღაზალი ედგათ სათავეში. ალ-ღაზალი ქადაგებდა, რომ ისლამის უზენაესი ჭეშმარიტებები იმ მორწმუნეთათვისაც უნდა ყოფილიყო მისაწვდომი, რომლებიც მისდევდნენ სუფიურ ცხოვრების წესს, მისტიკურ მიმართულებას, რომელსაც დღემდე ურიცხვი მიმდევარი ჰყავს როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ სამყაროში. მოწაფეები შორეულ ადგილებში იკრიბებოდნენ, სადაც სუფია მოძღვრები მათ შეიხებს უწოდებდნენ, სპარსულად ფირ. თავიანთ მიმდევრებს ასწავლიდნენ. ასე შეიქმნა რელიგიური ორდენები, ცნობილნი მოთელილი მატყლის, თექის მოსასხამებით, რომლებსაც მოძღვარი საზეიმო ცერემონიის დროს გადასცემდა მოწაფეს. იგი თავის მხრივ აღთქმასდებდა, რომ შეასრულებდა რელიგიის მამამთავართა მითითებებს, შემდგომ კი იქადაგებდა. სუფიკიური მისტიციზმის გავრცელებას თურქთა ჯარების დასავლეთით წინსვლამ შეუწყო ხელი. 1071 წელს ისინი ანატოლიაში შეიჭრნენ და მალათია, კაისერი და კონია, იმ არეალის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები დაიკავეს. ბერძენთა იმპერიამ უკან დაიხია, მცირე აზიის სანაპიროებამდე, რითაც გზა გაუხსნა თურქული ტომების მასობრივ მიგრაციას დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჩრდილოეთ სირიაში თურქებმა დაიპყრეს ალეპო და დამასკო, ხოლო 1075 წელს ეგვიპტელები ბაალბეკიდან განდევნეს. ყმაწვილი ადი იბნ მუსაფირი ბაღდადში გაემგზავრა, სადაც ისლამს ალ-ღაზალისთან და სხვა სუფია მასწავლებლებთან სწავლობდა. მისი თაობის მოწაფეებს შორის იყო აბდ ალ-ყადირ ალ-გილანი, ქურთი, რომელმაც სუფიური ყადირიის ორდენი დააარსა. იგი ჯერაც არსებობს. ადი იბნ მუსაფირი ბაღდადიდან საუკუნეთა გასაყარზე გაემგზავრა და დაბრუნდა ლალიშში, მოსულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 36 მილის დაშორებით, ზღვის დონიდან 2000 ფუტის სიმაღლეზე მდებარე დაბლობზე, სადაც ერთ დროს ქრისტიანმა განდეგილმა ილ-ალაჰამ პოვა სიმშვიდე და სასურველი მარტოობა. ჰაქი არის ქურთული ტომით დასახლებულ ამ მთიან რეგიონს ადრეც შეუფარებია ცნობილი სუფიები. წმინდა აბულ ჰასან ალი, ისიც ომაიადების ჩამომავალი, რომელიც 1093 წელს გარდაიცვალა. ოქეილ ალ-მანბიჯი, რომელმაც ადის პირველი მოსასხამი გადასცა და მოხუცი აბულ ვაფა ალ-ჰოლვანი, რომლის სხეულის განბანვაც აირჩია ადიმ რიტუალური განბანვის დროს. ლალიშის ველი მხოლოდ 2 მილის სიგრძისაა და მთებს შორის მოქცეულ ხეობაში მდებარეობს, სადაც აღმოსავლეთ კიდიდან შეიძლება შესვლა სხვა ვიწრო ხეობით. ნინევიის დაბლობიდან, სადაც ერთი ხეც არ დგას,
მოგზაური მთის ფერდობს მიუყვება და მოულოდნელად ისეთ სამყაროში ხვდება, სადაც მთის მუხები, არბუტუსი და თუთის ხეები, ტირიფები, კუნელი და ოლეანდრები ხარობს. პირველი ევროპელი, რომელიც ლალისში მოხვდა, ეუფორბიას ალისფრად დაწინწკლულ ყვითელ მუხლუხებს აკვირდებოდა, რომლებიც სიგრძეში 3-4 ინჩს აღწევს. დაბლობის ჩრდილოეთ ფერდობზე, სადაც ახლა ადის სადიდებელი სალოცავი დგას, კლდიდან კამკამა წყარო ამოჩქებს და ჭადრების, თუთისა და ლეღვის ხეების უზარმაზარ ბაღს რწყავს. ზაფხულში ჰაერში ურიცხვი ყვავილის სურნელი ტრიალებს. იქაურობა ფრინველების ჭიკჭიკითა და ფუტკრების ბზუილით ივსება. ყველგან ნაზი პეპლები დაფარპატებენ. ზამთარი აქ ზომიერია, ხანდახან თოვლით ციცის. 1116 წელს მექაში ალგილანისთან ერთად მომლოცველად გამგზავრებას თუ არ ჩავთვლით, ადი იბნ მუსაფირმა ცხოვრება მთლიანად ლალიშის სველის სიმყუდროვეში გაატარა. როგორც რელიგიური თემის წინამძღოლი, იგი ცნობილი გახდა სახელით შეიხი ადი. ამ სახელს ახლა ძალიან ხშირად არქმევენ ლალიშში, ხოლო წარმოშობის აღმნიშვნელი ნაწილი ეს შამი, სირიელი, გადაიკეთა და ალ-ჰაქიარი, ჰაქიარელი დაირქვა. შეიხი ადი დროდადრო ჩადიოდა ბარში, რათა ეკადაგა. ერთი ასეთი ჩასვლისას, დაახლოებით 1160 წელს, იგი შენიშნა მუზაფერ ad-დინმა, ბიჭმა, რომელიც შემდეგ ერბილის მმართველი გახდება და მოგვიანებით შეიხს ისე იხსენებდა, როგორც საშუალო სიმაღლის მუქკანიან კაცს. ტრადიციული გადმოცემით, ადი იბნ მუსაფირს რბილი გამომეტყველების შავი, შველივით თვალები ჰქონდა. დროთა განმავლობაში შეიხი ადი ღვთისმოსაობით, თავშეკავებითა და სასწაულებრივი უნარებით გახდა ცნობილი. მისი ერთი მოწაფე იხსენებდა, რომ შეიხი ღამის განმავლობაში ორჯერ კითხულობდა მთელ ყურანს. სული იმ ხილით ედგა, თავად რომ მოჰყავდა მთებში. სამოსს კი თავისსავე მიწაზე შეგროვებული ბამბისაგან იმზადებდა. მარხვა ისე ფიტავდა მის სხეულს, ამბობდნენ, ლოცვის დროს ქედს რომ იხრის, თავის ქალის შიდა კედელზე ტვინის დაჯახების ხმა ისმის, როგორც ქვისანესუზეო. მომლოცველები ნაკადად მოედინებოდნენ მის სანახავად, ზოგი მაროკოდანაც კი მოდიოდა. მისი მეგობარი ალგილანი, რომელიც მომლოცველობის დროს თან დახვებოდა, აცხადებდა, ადამიანს სულიერი მისწრაფებებით წინასწარ მეტყველების ნიჭი რომ ეძლეოდეს, შეიხ ადი იბნ მუსაფირს იგი უკვე ექნებოდაო. დიდებულ ალღაზალს სიხარული მოჰგვარა შესაძლებლობამ დახმარებოდა მეგობარს და გამამხნევებელი წერილი მიეწერა იმ სუფიური ოსტატისათვის, რომელსაც ადიმ რეკომენდაცია გაუწია. შეიხ ადის სუფისტური დამოძღვრა 4 ნაწილისა და ფსალმუნებისაგან შედგება. ყველა არაბულად არის დაწერილი. დანარჩენებთან შედარებით უფრო გრძელი ნაწილები ასეა დასათაურებული. ორთოდოქსული, სუფისტური მრწამსი, 15 ფურცელი. და როგორ ხდება სულის განწმენდა, 3 ფურცელი. ამათ მოსდევდა მოკლე გაფრთხილება დარიგება ხალიფებისათვის და დარიგებანი შეიხ ყაიდს და სხვა მოწაფეებს. თითოეული ურჩევდა მკითხველს მკაცრად დაეცვა ისლამის ტრადიციული რწმენა, თავის შორს დაეჭირა ახალი დოქტრინებისაგან და თავშეკავებისა და ლოცვის გზას დასდგომოდა. უკანასკნელ ნაწილში ადის მოჰყავს იესო ქრისტეს სიტყვები, მოწაფეთათვის თქმული. ჰოი თქვენ, მოწაფეებო, და ეცარიელი იყოს თქვენი მუცლები და მწყურვალი თქვენი ღვიძლი და ჩამოიშორეთ ყოველი სამოსი, რათა ღმერთი უკეთი ხილოთ. რადგან მარხვა ამ ქვეყნიურის ჩამოსაშორებლადაა და მარხვით მდაბლდება სული და ხორცი. გული კი თლიანდება. ადის ტექსტის პროზაული ნაწილის მკაფიო დარიგებებისაგან განსხვავებით, მის ფსალმუნებში ისეთი ზღვარგადასული და შლეგი ენერგია ჩქებს, როგორცაც სუფისტური პოეზიის ტრადიციაში ვხვდებით. ყველაზე გრძელი ფსალმუნი 28 ლექსიდან იმ მისტიკური ღვინის თასის ხილვებს შეიცავს, რომელსაც პოეტს თავისი მოციქულის, მუჰამედის მეშვეობით ღმერთი აწვდის. ერთგან მას აღმოხდება. უფალმა დამიყენა გვერდით, მასთან სიახლოვეს მივაღწია. დალიეო მითხრა და სიცოცხლე ჩამომისხა და ჩემი კეთილი თანამეინახე გახდა. ამხანაგი გახდა ჩემი,
ის გახდა, ვინც მიყვარს მე ჩემს სენაკში. ძალაუფლება მომცა ღვინის ყველა ჭურჭელზე და იმაზე, რაც მათში არის ჩამოსხმული. სულთანი გავხდი ღმერთის ყველა მსახურთა შორის. ყოველი სულიერი მიწისა ჩემთან მოდის მოწიწებით. ჩემი ცხენოსნები დააქრიან ყოველ მიწაზე ახლა დაფთაფებს გაუდით ბაგაბუგი ჩემს სადიდებლად ზეცის ყოველ კუთხე კუნჭულში. აღმოსავლეთს და დასავლეთს გაზძახიან ბუკით, ნაღარით, ჩემი მეუფების მაუწყებლები. შეიხ ადის სუფისტური ნააზრევის მთავარი ხელნაწერი, რომლის ასლი დამასკოში შესრულებულა 1509 წელს, დრომ ერთ პატარა წიგნაკში შემოინახა. 7-5 ინჩი, ანუ დაახლოებით 12-13 სანტიმეტრი. და მისი ნახვა დასავლეთ ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში შეიძლება. ადის ერთ-ერთი ფსალმუნი ბერლინის სხვა ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერშია, ხოლო 2 დანარჩენი ლონდონში, ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში. 1934 წელს მისი სხვა სუფიური ლექსები ამერიკელმა ანთროპოლოგმა ჰენრი ფილდმა აღმოაჩინა ჯებელ სინჯარში. ამ ტექსტების ასლები ახლა კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება. მე-13-მე-14 საუკუნეებში ისლამის კომენტატორები შეიხ ადის სწავლებას დიდი მოწონებით ახსენებდნენ. მათ არაფერი იცოდნენ ორი სხვა ნაშრომის შესახებ, რომლებსაც ასევე შეიხს მიაწერენ და რომელთაც ამ წიგნის მომდევნო თავში განვიხილავთ. ეს არის იეზიდური რელიგიის ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდა წიგნი და ძირითადი ფსალმუნი მის მიმდევართათვის. მოგვიანებით მუსლიმთა ზემოთ ნახსენები დამოკიდებულება დაბნეულობით შეიცვალა. ბერლინში დაცულ ერთ-ერთ ხელნაწერში ადის სახელი საკმაოდ ტლანქად და თან არასრულად არის შეცვლილი იმ მოსაზრების სასარგებლოდ, თითქოს ტექსტის ავტორია შეიხ ადის თანამედროვე აჰმედ იბნ ალი ერ-რიფაი, რომელსაც სუფიების ორთოდოქსული ორდენი დაუარსებია. ადი იბნ მუსაფირი 1062 წლის იანვარში გარდაიცვალა. იგი 90 წელს იყო მიღწეული. შეიხი ლალიშის ველზე დაკრძალეს და მისი საფლავი მალე მომლოცველთათვის წმინდა ადგილად იქცა. ერთი ცნობის თანახმად, ოფიციალურ დოკუმენტზე რელიგიური ორდენის დაარსების ნებართვას რომ იძლეოდა, ათაბეგ ნურ ად-დინს მოუწერია ხელი. იმ დინასტიის მმართველს, რომელიც ალეპოსა და მოსულს მართავდა. შეიხის მიმდევრები მის უკანასკნელ სურვილს დაემორჩილნენ და ადის მემკვიდრედ მისი ძმისშვილი აბულ ბარაქათ იბნ საჰრი აირჩიეს, რომელიც მანამდე დიდი ხნის წინ ასულიყო ლალიშში ბეით ფარიდან და პატივისცემით ეკიდებოდა შეიხის სწავლებასა და წმინდა საქმეებს. სათნო, მადლმოსილი, ღირსეული და მორცხვი, ასე აღწერენ აბულ ბარაქათს. მისი ხელმძღვანელობით მოწაფეებისა და მომლოცველების ახალ-ახალი ნაკადის მოზიდვა დაიწყო ორდენმა, რომელიც ამჟამად ადავის სახელით არის ცნობილი. იგი საკმაოდ ხნიერი გარდაიცვალა და შეიხ ადის საფლავის მახლობლად დაკრძალეს. მის ვაჟსა და მემკვიდრეს ღვთისმოსავ ადი იბნ აბულ ბარაქათს, ცნობილს მომლოცველობის სიყვარულით, უწოდეს კეთილი მამა, ასევე ადი ქურთი, რადგან იგი იყო პირველი შეიხი, რომელიც ჰაქიარის მთებში დაიბადა. სულიერ ცხოვრებას მიცემული ლალიშის თემი კარგად იყო დაცული გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებისაგან. საუკუნის მიწურულს დასავლეთ ევროპელმა ჯვაროსანმა მოლაშქრეებმა დაიპყრეს პალესტინის სანაპიროები. იერუსალიმში აღადგინეს ქრისტიანთა მმართველობა და ევფრატის აღმოსავლეთით დააარსეს საკუთარი სამფლობელო, რომლის დედაქალაქი ურფა იყო. მაგრამ მუსლიმები მტკიცედ იცავდნენ ალეპოს, ბაალბექსა და დამასკოს, თავიანთ უმნიშვნელოვანეს ქალაქებს. მე-12 საუკუნის შუახანებში მათ ურფა და ბირეჯიკი დაიბრუნეს, ხოლო ათაბეგი ნურ ად-დინი კვლავ ახერხებდა ჯვაროსნებზე მძლავრ ზემოქმედებას. 1071 წელს ერთ-ერთმა მისმა გენერალმა, სალადინმა, წარმოშობით ქურთმა, ეგვიპტე დაიპყრო და ფატიმიდთა ხალიფატი წარსულს ჩაბარდა. ნურ ად-დინის გარდაცვალების შემდეგ სალადინმა გააერთიანა ეგვიპტის, სირიისა და ერაყის მუსლიმები და გაანადგურა იერუსალიმის ჯვაროსნული სამეფო. მის მეთაურთა შორის იყო მუზაფერ ად-딘 ქოქბურიც,
შეიხ ადის სიყრმის წლების თაყვანისმცემელი, მოგვიანებით იგი სალადინის დაზე დაქორწინდა. მე-12 საუკუნის მიწურულს მოსულის პროვინციას მართავდა ნურად-დინის ოჯახი, რომელიც ნაწილობრივ მოკავშირეობას უწევდა სალადინს, მის მემკვიდრეებს დასავლეთში, ასევე ბაღდადის აბასიდი ხალიფის შერყიულ სამფლობელოს ცენტრალურ ერაყში. მაგრამ 1211 წლიდან მოყოლებული მოსულს წარმატებით მართავდა ვინმე ბედრ ად-딘 ლულუ, სომეხი მონის ვაჟი, რომელიც რეგენტობას უწევდა ჯერ სნეულ ათაბეკს, შემდეგ კი მის ვაჟებს, თუმცა ესენი მისთვის ერთობ ხელსაყრელად ერთი მეორეს მიყოლებით დაიხოცნენ სრულწლოვანების მიღწევამდე. 1233 წელს ლულუმ, აღმსარებლობით მუსლიმმა, ხალიფისაგან ათაბეგის წოდება მიიღო. ლალიშში ადავის ორდენს ახალი სიცოცხლე შთაბერა ჰასან იბნ ადიმ, რომელიც 1195 წელს იყო დაბადებული. მას თავისი მართლმორწმუნე მამის შეცვლა მოუხდა. გონიერი, გულმოდგინე მუსლიმი 6 წლის განმავლობაში უკაცურ ადგილას, სადაც დაუწერია წიგნი მარტოობის ხელოვნების აღმოჩენა, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. განმარტოებისაგან სულიერად გამკაცრებული, ჰასანი მოწაფეებისაგან შეიხ ადის სწავლების უმკაცრეს დაცვას მოითხოვდა. ჰასანის დაწერილი მოკლე ტრაქტატი, რომელშიც დისციპლინას, რწმენასა და თავშეკავებას აქებს, ბერლინში დაცულ იმ ხელნაწერშია, რომელიც შეიხ ადის ნააზრევს შეიცავს. მჭვრეტელობით დაკავებული წინამორბედებისაგან განსხვავებით, შეიხი ჰასანი აქტიურად მონაწილეობდა რელიგიურ დებატებში. ერთხელ იგი ისე შეძრა სხვამ ქადაგებლის სიტყვებმა, ცრემლები წასკდა და გული წაუვიდა. რის შემდეგაც ადავის ორდენის წევრებმა, რომლებიც მეტწილად ქურთები იყვნენ, ის მქადაგებელი მოკლეს. დაადანაშაულეს თითქოს მოძღვარმა შეიხს გონება დააკარგინა. იეზიდ და ორი წმინდა წიგნიდან მეორე მესჰაფრეში, ქურთულად შავი წიგნი, რომელშიც ქცევის წესებია ჩამოყალიბებული, ტრადიციის თანახმად შეიხ ჰასანს მიეწერება. ამ წიგნის ერთი, იდუმალებით მოცული ნაწილი შესაძლოა უფრო მოგვიანო ხანს ჩამატებული, ამტკიცებს, რომ იეზიდი ემირები სპარსელი მეფეების შაჰფურ პირველისა და შაჰფურ მეორის შთამომავლები არიან. ამასობაში დიდი ქარიშხალი იწყებდა ქროლას აღმოსავლეთში. მონღოლები სულთა თაყვანისმცემელი ხალხი. მათი ბელადის, ჩინგიზ ყაენისა და მის მიერ მსოფლიოს დაპყრობის წყურვილით შთაგონებულნი. საამისოდ მისი ჩინელი ვასალების ადმინისტრაციული უნარებიც ხელს უწყობდათ. თავიანთი მიწებიდან, რომლებსაც მუსლიმები გოგისა და მაგოგის მიწებად იცნობდნენ, თურქესტანის გავლით სპარსეთისაკენ დაიძრნენ. დამპყრობელთა შორის იყო ერთი ტომი, რომელიც ადრე ნესტორიანელ მისიონერებს ქრისტიანობაზე მოექციათ. 1231 წელს, ჩინგიზის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, მონღოლებმა სპარსეთის დიარბაქირთან სპარსელთა ბოლო არმია დაამარცხეს და დასავლეთისაკენ მალათიის მდიდარი დაბლობების დასარბევად გაეშურნენ, სანამ გამოსაზამთრებლად შერჩეულ ტერიტორიას დაუბრუნდებოდნენ. ბალახოვან მუღანის სტეპს თავრიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც 6 საუკუნის წინ იმპერატორმა ჰერაკლეოსმა შეასვენა ჯარი ხოსროსთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ. მუსლიმთა ჯარები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე იყვნენ შეკრებილნი, ევროპიდან ახალი ჯვაროსნული ლაშქრების მოსაგერიებლად, ამ ახალ მტერთან ბრძოლისათვის მოუმზადებელი აღმოჩნდნენ. მონღოლთა სტრატეგია შორეულ ყარაყორუმში ახლანდელი ულან-ბატორის დასავლეთით 300 მილის დაშორებით. ნელ-ნელა იხვეწებოდა და ვითარდებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ერაყზე ცხენოსანი ჯარის გალაშქრებას სჯერდებოდნენ. ერთ-ერთმა ასეთმა ჯარმა ერბილი გაათავისუფლა, ხოლო მეორემ ტიგროსი გადალახა და სინჯართან ახლოს ალეპოდან გამოსული ქარავანის ხალხი ერთიანად გაჟუჟა. მალე მონღოლების მთავარი ამოცანაც ნათელი შეიქმნა. 1236 წელს ერაყისა და ანატოლიის გვერდის ავლით მათი ჯარები თურქესტანიდან დასავლეთით, რუსეთის სამხრეთი ნაწილის დასაპყრობად გაემართნენ. უნგრეთის გავლით კი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე გადაინაცვლეს. წლის ბოლოს ისინი ცენტრალური ევროპიდან უკან დაბრუნდნენ და პოზიციები უკვე დაპყრობილ რუსეთში გაიძლიერეს, სადაც მოსახლეობამ, რომელიც მაშინ მეტწილად თურქული წარმომავლობისა იყო,
შეიტყო. ახალი მმართველობისათვის ბეგარა რომ გადაეხადათ, მონებით მოვაჭრეებისათვის უნდა მიეყიდათ თავიანთი შვილები, რომლებსაც შემდეგ სარფიან ეგვიპტის ბაზარზე ხელახლა გაყიდვა მოელოდათ. 1243 წელს მონღოლთა სარდალი ბაიჯუ ანატოლიაში შეიჭრა და თურქული არმია ერზინჯანის მახლობლად დაამარცხა. სულთანი დათანხმდა მისთვის დაწესებული ხარკის გადახდას, ჯარს კი ანატოლიის ციხესიმაგრეებისა და გზების გამოყენების საშუალება მისცა. მომდევნო წელს მონღოლთა ცხენოსანმა ჯარმა ალეპოს შემოგარენი დალაშქრა. სირიიდან ტიგროსის ველამდე გადაჭიმული სივრცე მონღოლთა ხელში აღმოჩნდა, მოსული და ბაღდადი კი სახიფათოდ დაუცველი. ამ საზარელ წლებში მოსულის მმართველი კვლავ ლულუ იყო, რომელიც დედაქალაქის მოსავლელად და დასამშვენებლად დროს და სახსრებს არ იშურებდა, მაგრამ ქურთები, რომელთა საუკეთესო ჯარისკაცები სალადინის მემკვიდრეებს ემსახურებოდნენ, სირიასა და ეგვიპტეში მას ხშირად უჯანყდებოდნენ და ლულუ შიშობდა, რომ ადავის ამბიციური ახალი სულიერი ლიდერის ერთი ნიშანიც იკმარებდა, რომ იგი მთელ პროვინციას გამოსთხოვებოდა. ამიტომ 1246 წელს ჰასან იბნ ადი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს და შემდეგ მოსულის ციტადელში გაგუდეს. ლულუს მონღოლთაგან მომავალი საფრთხე დიდად არ აშინებდა, მაგრამ ქურთების ჯანყის გამო ძლიერ შფოთავდა. ამ აუხსნელი სხვაობის მიზეზს მალე მოეძებნა ახსნა. 1246 და 47 წლებში ორი დომინიკელი ბერი რომის პაპ ინოკენტი მეოთხისა და მონღოლების მიმოწერას მოსულის გავლით დაატარებდა. თან ადგილობრივი ხელისუფლებისაგან უსაფრთხოების აღთქმა ჰქონდათ მიღებული. 1259 წელს კი ერთ-ერთი მათგანი მონღოლებთან ერთად დაბრუნდა, როგორც დიდი ყაენისადმი საფრანგეთის მეფე ლუი მეცხრეს მიერ წარგზავნილი ელჩობის მეთაური. ეს უკანასკნელი კი იმ ხანად ეგვიპტეში ჯვაროსნულ ომს აწარმოებდა. ლულუს თანამშრომლობა მონღოლებთან საბოლოოდ მისი ვაჟისა და მონღოლთა ყაენის ქალიშვილის ქორწინებით დაგვირგვინდა. ეს კი ბაღდადს დაღუპვას უქადდა. 1253 წელს დიდმა ყაენმა დიდძალი ჯარი შეკრიბა. სათავეში თავისი ძმა ჰულაგუ ყაენი ჩაუყენა და ქურთებისა და ლურების, მათი მონათესავე ხალხის ამოჟლეტა უბრძანა. რის შემდეგაც მუსლიმანურ სამყაროში დაპყრობითი ომები უნდა გაეგრძელებინათ. სწორედ ამ დროს დიდი ყაენის გადასახადების ამკრებს, რომელიც ჰულაგუზე სწრაფად მოგზაურობდა, ხარკის აკრებაში ხარვეზები შეექმნა. 1254 წელს ლულუმ საჭიროდ მიიჩნია სადამსჯელო ჯარი გაეგზავნა ადავის წინააღმდეგ, რომლის ხალხიც სასტიკი მმართველობისა და მაღალი გადასახადების გამო უკმაყოფილებას არ მალავდა. ამ ამბების შემსწრე ისტორიკოსი წერს, დაუნდობელი ბრძოლის შემდეგ ადავის ქურთები სასტიკად დამარცხდნენ. მათგან ზოგი მოკლეს, ზოგი დაატყვევეს. ლულუმ ასობით ქურთი ჯვარსაცვა ან სხვაგვარად დასაჯა სიკვდილით. მათი ამ მირასათვის კი ხელფეხის მოკვეთა და მოსულის კარიბჭის თავზე გამოკიდება ბრძანა. ესეც არ იკმარა, შეიხადის ნეშტი ამოათხრევინა და დააწვევინა. ისეთი დიდი მოვლენები იყო კარზე მომდგარი, შესაძლოა თივის ზვინში ნემსად ჩანდეს, მაგრამ ეს მცირე დეტალიც ძალზე მნიშვნელოვანია. აქ ადაველთა მოკლული ლიდერის სახელიც არაა ნახსენები და ეს ადგილობრივი ისტორიის კარგად დოკუმენტირებული ხანის დასასრულს მოასწავებს. ამის შემდეგ იეზიდებს სულ უფრო და უფრო ფრაგმენტულად იხსენიებენ ეპოქაში, რომელსაც თანდათან სიბნელე ერევა. სანამ ჰულაგუს არმია დაუღალავად მიიწევდა დასახულ მიზნამდე, ანატოლიაში ერთი მეორეს მისდევდა ტრაგიკული ამბები. მონღოლთა ლოგისტიკური გეგმა ჰულაგუს ავალდებულებდა მუღანის სტეპებში 1256 წლის ბოლოს მისულიყვნენ, ხოლო ბაიჯუს ზამთრის სადგომი დასავლეთ ანატოლიაში გადაეტანა. თურქების ხელისუფლებას შესაბამისი მზადება უნდა დაეწყო. კონიაში, თურქების დედაქალაქში კი რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა დავა ორ მეტოქე უფლისწულს, iz ad-din ქეიქაუს მეორესა და რუქნ ad-din არსლან მეოთხეს შორის. და ამის გამო მონღოლეთში დიდ ყაენთან ელჩობა გაიგზავნა თხოვნით, ეგებ მას გადაეწყვიტა
ვინ გახდებოდა ორ ძმას შორის მმართველი. ის ად-დინმა სცადა შეეფერხებინა ანატოლიაში მონღოლთა წინსვლა, მაგრამ დამარცხდა და ბერძენ იმპერატორს შეაფარა თავი. ბაიჯუმ სულთნად რუქნ ად-დინი დაასახელა. შემდეგ, როგორც დაგეგმილი იყო, არმია დააბინავა და 1257 წლის დასაწყისში მუღანისაკენ გაემგზავრა, რათა ჰულაგუსათვის საქმის ვითარება მოეხსენებინა. რუქნ ად-დინი სწორედ ამ დროს აღმოსავლეთისაკენ გამოემართა, რათა დიდი ყაენის ძმისათვის პატივი მიეგო. ის ად-დინმა დრო იხელთა, უკან საზღვარზე გადაიპარა და კონიაში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. ბაიჯუს არმია უსარდლოდ დარჩენილი და ზამთრის პირობებში ხელფეხშეკრული მისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა, რადგან ის ად-დინის მომხრეები მალათიისა და ხარფუთის ახლანდელი ელაზიყი მნიშვნელოვან ციხესიმაგრეებს დაეუფლნენ ევფრატის ზედა წელზე. მალათია ქურთთა ჰაქიარის ტომის მეთაურს ეკავა, ხოლო ხარფუთი შერეფ ად-딘 მოჰამედს ებარა. ლულუს მიერ 10 წლის წინ მოკლული ადავილთა შეიხის ჰასანის ვაჟს. ის ად-დინის გაბედული თამაში მარცხით დასრულდა. მონღოლთა ჯარი, რომელსაც ჰულაგუს სარდალი ალი-ღაქი ედგა სათავეში, დასავლეთისაკენ მოიწევდა, რათა სულთნად რუქნ ად-დინი დაესვათ. ერზინჯანში თურქთა აჯანყება რომ ჩაახშეს, მონღოლები შერეფ ად-დინს შეებნენ ქემას ხეობაში, სადაც ბედისაგან განწირული ადავიელი დაამარცხეს და მოკლეს. ბედის ირონიით, ის ად-დინი არავის გახსენებია, როდესაც თურქთა დელეგაცია მონღოლეთში ჩავიდა. 3 წელი იყო გზაში ეს ელჩობა და ქემას ხეობაში ბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე დღეში მივიდა. თან დიადი ყაენის ბრძანება ჰქონდა, რომლის თანახმად ანატოლია ორ ძმას უნდა გაეყო, ასე დამყარდა მშვიდობა, ხოლო გაზაფხულზე ბაიჯუს არმია გეგმის მიხედვით აღმოსავლეთისაკენ დაიძრა, მალათიისა და ჰარფუთის გავლით. ისტორიაში შერეფ ად-დინის ხანმოკლე მომენტი როგორც გაჩნდა, ისე გაქრა. სხვა არაფერია ცნობილი არც მის მანამდელ ცხოვრებაზე, არც აღმოსავლეთ ანატოლიაში მისი ყოფნის მიზეზზე. 1257 წლის შემოდგომაზე მონღოლთა სტრატეგიული გეგმა ამოქმედდა. ჰულაგუს მთავარმა ჯარმა ჰამადანიდან წინ წაიწია, უძველესი გზით, დასტაგერდში ხოსროს სასახლის ნანგრევებისა და მისი ცოლის ქასრთ შირინის სახლის გავლით ტიგროსის ველამდე. ოქტომბერში ბაიჯუ მოსულში მოვიდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებული ადევნებდა თვალს, როგორ გადმოდიოდა მონღოლთა ჯარი ნინევიის ხიდზე და სამხრეთისაკენ მიემართებოდა ჰულაგუს ჯართან შესაერთებლად. მოგვიანებით მათ მიჰყვა ადგილობრივთა მცირე შენაერთიც, რომელსაც ლულუს ვაჟი ისმაილი მეთაურობდა. ბაღდადი სწრაფად დაეცა. ბაიჯუს დაუღალავმა ჯარმა თიქრითთან ახლოს ტიგროსი გადაიარა ლულუს აგებულის სახელდახელო ხიდით და ქალაქს დასავლეთიდან შეუდია, ხოლო ჰულაგუ აღმოსავლეთის მხრიდან გადავიდა იერიშზე. 1258 წლის თებერვალში ხალიფა ალ-მუსტასიმი, კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა მტრედები, მაგრამ უხეირო მმართველი გამოდგა, ალყაში მოექცა. შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. მისი მხედართ მთავარისა და ორი მრჩეველის მოკვეთილი თავები ისმაილს გადასცეს და უბრძანეს მამამისს, ისინი მოსულის გალავანთან სარზე წამოეგო. ლულუს გაუჭირდებოდა ამის შესრულება, რადგან სარდალი ახლო მეგობარი იყო. მონღოლთა ძალაუფლების საზარელმა აჩრდილმა აიძულა ლულუ, რომლის ჯარიც ბაღდადის ბრძოლაში არ მონაწილეობდა, სხვაგან უფრო აქტიურად ჩართული იყო აჯანყების ჩახშობაში. მხოლოდ 1258 წლის აგვისტოში იგრძნო შვება, როცა 93 წლის ათაბეგმა ქურთისტანის მთები გადაიარა, რათა ხარკი მიერთმია და თან პატივი მიეგო ჰულაგუსათვის, რომელსაც საზაფხულოდ ბანაკი ურმიის ტბის მახლობლად დაეცა. როგორც ამ მოვლენათა თანამედროვე მწერალი წერს, ლულუს თავდაპირველი შიში გაჰკარწყლებია და ისე გათამამებულა, რომ ყაენს ტახტზე გვერდით მისჯდომია, ყურში ხელი წაულია და თავისივე ხელით შეუბია მისთვის მარგალიტის უძვირფასესი საყურე. ლულუ 1259 წლის ივლისში გარდაიცვალა, სახელის შერყვნითა და წლებით დამძიმებული. ათაბეგობა კი ისმაილმა გადაიბარა. მონღოლთა ჯარი შეუსვენებლივ მიიწევდა დასავლეთისაკენ. 1260 წელს ალეპო დაიპყრო
სირია კი ლამის ხმლის ამოუღებლად დაიკავა. დამასკოს დიდი მეჩეთი, ოდესღაც ტაძარი რომ იყო, კვლავ ქრისტიანებს დაუბრუნდა და ისე ჩანდა, რომ ისლამს მძიმე დროება უდგებოდა. მონღოლთა შემოსევა იღბალმა და ადგილობრივთა სიმტკიცემ შეაჩერა. ეგვიპტის ჯარმა, რომელიც ბოლო ხანს ანატოლიიდან და ქურთისტანიდან ივსებდა ცოცხალ ძალას, სამხედრო ნაწილების შედგენა თურქი მონებით დაიწყო, რომელთაც მამლუქებს უწოდებდნენ. ესენი რუსეთის სამხრეთიდან იყვნენ ჩამოყვანილნი. 1250 წელს ამ მეომრებმა ჩვილობის ასაკიდან რომ სუნთქავდნენ სკვითიის ჰაერით, კაიროში ხელთ იგდეს ძალაუფლება. 10 წლის შემდეგ, როდესაც ჰულაგუ შინ დაბრუნდა, რათა დიდი ყაენის დაკრძალვას დასწრებოდა, მათ მონღოლ დამპყრობელთა ჯარი გაანადგურეს და დამასკო და ალეპო დაიბრუნეს. ჰულაგუმ და მისმა მემკვიდრეებმა მთელი თაობა იბრძოლეს მამლუქებთან, მაგრამ მონღოლებს სირია აღარასოდეს დაჰბრუნებიათ. თუმცა ვერც ეგვიპტელებმა დაიბრუნეს ერაყი. მათმა ერთმა მცდელობამ კი ლულუს სახლს უბედურება დაატეხა. ლულუს ნაბოლარა ძმა ერაყიდან უკვე გაქცეულიყო და ეგვიპტელებთან შეერთებას ცდილობდა. 1261 წლის მაისში ღალატ შეაჭმიტანილი ისმაელი მოსულიდან სირიაში გაიქცა. მალე მას მესამე ძმაც მიჰყვა. ამასობაში სირიას კიდევ ერთმა დევნილმა მიაღწია, მუქკანიანმა მამაკაცმა, მუსტანსირმა, რომელმაც განაცხადა, რომ უკანასკნელი ხალიფის ბიძა იყო. ეგვიპტის სულთანმა მას ხალიფობა უბოძა, ხოლო ლულუს ვაჟებს საპატიო სტუმრების საკადრისი პატივით ეპყრობოდა. გაბედული პროექტი იწყებდა მომწიფებას. 1261 წლის შემოდგომაზე მუსტანსირი და ზემოხსენებული სამი ძმა მცირერიცხოვან ჯარს გაუძღვნენ ევფრატის გაყოლებით და ბაღდადს მიაშურეს. ლულუს ვაჟები ლაშქრობას ადრეულ ეტაპზევე ჩამოშორდნენ და თავთავიანთ გზას დაადგნენ. ორი ძმა ჯებელ სინჯარისაკენ გაემართა, ხოლო ისმაილი მოსულში წავიდა, სადაც მას სიხარულით დახვდნენ ადრინდელი ქვეშევრდომები. შავი ხალიფაც გზას აგრძელებდა. იგი ეძებდა კიდევ ერთ ცოცხლად დარჩენილ აბასიდს, აჰმედს, რომელიც უდაბნოს არაბებს აფარებდა თავს და ამ ძიებაში ანბარამდე მიაღწია. აქ ბაღდადიდან 70 მილის დაშორებით მუსტანსირი მონღოლებმა დაამარცხეს და მოკლეს. ათაბეგის ძმები და აჰმედი სად იყვნენ ამ დროს? მათ კაიროსაკენ გაქუსლეს და მოსულში მყოფი ისმაელი საფრთხეში მიატოვეს. 7 თვის მერე, მას შემდეგ რაც ეგვიპტელთა დამხმარე ჯარი სინჯარის მახლობლად დამარცხდა, ისმაელი მონღოლებს ჩახბარდა. რაკი მამამისის გაბედული ოინები ახსოვდა, იგი მოალყეთა ბანაკს მიადგა მომღერალ მესაკრავეებისა და ჯამბაზების თანხლებით, რომლებიც მუსიკის ჰანგებს აფრქვევდნენ და მალაყებს ჭიმავდნენ, მაგრამ ამჯერად მონღოლები მასხრობის გუნებაზე არ იყვნენ. მოსული გაიძარცვა, მისი მცხოვრებნი გაჟლიტეს, ათაბეგი კი აწამეს და სიკვდილით დასაჯეს ჰულაგუს საზაფხულო ბანაკში. ჰულაგუს მემკვიდრეებმა ერთგულება აღუთქვეს მის ბიძაშვილს, დიდ ყაენ ყუბლაის, რომელიც პეკინში იჯდა. სინამდვილეში მონღოლთა ლიდერებს შორის სხვა კოორდინაცია არც არსებობდა. სამხრეთ რუსეთში ოქროს ურდოს მმართველმა ისლამი აღიარა და ეგვიპტელთა მოკავშირე გახდა. სპარსეთისა და ერაყის მონღოლთა მმართველები, რომლებსაც ილხანებს უწოდებენ, უფრო და უფრო ეყრდნობოდნენ ქრისტიანებსა და იუდეველებს, მეტწილად მუსლიმანური მიწების მართვისას. როდესაც ძალაუფლება შესუსტდა, ქურთებმა ერაყის თავდაჯერებულ ქრისტიანთა შევიწროება დაიწყეს. 1275 წელს, მოსულის დარბევიდან 30 წლის შემდეგ, იმდროინდელმა მემატიანემ ადავის თემის ამბები აღწერა და ასე შემოგვინახა. შეიხ ადის ოჯახის ჩამომავალი ორი ძმა ერთმანეთს დაჰპირისპირებიან, რადგან უმცროს მონღოლი ცოლი შეურთავს. უფროს ძმას მონღოლთა და მამლუქთა ომში ჩამოვარდნილი დროებითი მშვიდობით უსარგებლია და სირიაში გადასულა. თანხლებია 400 მიმდევარი, ცხენებით, ცხვრის არვეებითა და ხარების ჯოგებით. მომდევნო წელს უმცროსი ძმა ცოლთან ერთად ეგვიპტეში გაქცეულა. იმ წლებში ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთს ეცილებოდნენ მოსულის პროვინციის მართვას. თუმცა მემატიანე, რომელიც აღსარებით იაკობიტი ქრისტიანია, ორი ძმის გადასახლების მიზეზს არ ასახელებს.
1291 წელს სირიაში გაქცეული ადავიელი ძმა ერახში ბრუნდება. გაქცევის გამო კი ადგილობრივ ილხანს თხოვს პატიებას. სამწუხაროდ, მან ცუდი დრო აარჩია დასაბრუნებლად. მონღოლებსა და მამლუქებს შორის კვლავ ომი იყო ამტყდარი. იგი სიკვდილით დასაჯეს. ბარ ჰებრაუსის მატიანის ამ მოკლე და გაბნეული ნაამბობით მთავრდება თანამედროვეთა ცნობები ლალიშის ხალხის შესახებ. მე-13 საუკუნის მიწურულს ქრისტიანთა მდგომარეობას ერახში წყალი შეუდგა. მათმა მონღოლმა ბატონებმა თანდათანობით დაკარგეს კავშირი ძველ სამშობლოსთან. დაიწყო მესოპოტამიურ სამყაროში მათი ასიმილირების პროცესი. ზოგიერთი ილხანი მუსლიმი გახდა და ახლა თვალს ხუჭავდა იმაზე, როგორ ესხმოდნენ ქრისტიანებს ქალაქელი მუსლიმები და დასარბევად ჩამოსული ქურთები. 1295 წელს ჰულაგუს შვილთა შვილმა, ღაზანმა, ისლამის სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა და ეკლესიებისა და სინაგოგების დანგრევა ბრძანა. ეს დევნა 1296 წლის გაზაფხულზე შეწყდა. ამ დროიდან მოყოლებული ქრისტიანებს კვლავ დაუბრუნდათ მეორეხარისხოვანი სტატუსი, რომელსაც მათ ისლამური სამართალი აკუთვნებდა. ამ დროს კი სირიაში, რომელსაც მამლუქთა არმია იცავდა, ადავის კულტი ხელახლა მოძლიერდა. შეიხადის ბიოგრაფიაში აღწერილია არაერთი სასწაული, რომელსაც მას მიაწერდნენ. მათი ერთი ნაწილი მოყვანილია ალ-გილანისა და მის თანამედროვეთა ბიოგრაფიებში, რომელთა ავტორია მე-13 საუკუნის დასასრულის ეგვიპტელი მწერალი ეს შატანა უფი. ზაინ ad-დინ იუსუფი, ადრე მოკლული შერეფ ad-დინის ვაჟი, დამასკოში დასახლდა, შემდეგ კი წინაპართა სოფელს ბეით-ფარს დაუბრუნდა. იქ ქურთი მორწმუნეების შემოწირულობითა და ხელშეწყობით ერთმა ქალმა მთელი თავისი ქონებაც კი მისცა. შეიხმა სახლი აიშენა, რომელიც ულამაზესი ხალიჩებით, ოქროს და ვერცხლის ლარნაკებით, მდიდრული ჩინური ფაიფურით და სხვადასხვა ფერის ღვინით იყო ცნობილი. სულგრძელი მასპინძელი, მაღალი პრინციპების დამცველი და თავმდაბალი ზაინ ad-დინი მეორე თემს აარსებს კაიროში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1297 წელს. მისი მავზოლეუმი 1907 წლის ხანძრის დროს დაზიანებული და ახლა აღდგენილი ისლამური კაიროს ერთ-ერთი მთავარი ძეგლი და ღირსშესანიშნაობაა. იმ პერიოდში, როცა მთელმაც საზოგადოებას საფრთხე ემუქრებოდა, მუსლიმი თეოლოგები ისლამის სუნიტური ინტერპრეტაციის სიზუსტეს განიხილავდნენ. მე-14 საუკუნის დასაწყისში სირიელმა თეოლოგმა იბნ თაიმიამ საფუძვლიანი ეპისტოლე დაუწერა ადავის მიმდევრებს, სადაც ურჩევდა ოდნავ გაენელებინათ შეიხ ადის თაყვანისცემა. ჰასან იბნ ადი კი დაესაჯათ მათი აღმსარებლობის დამფუძნებლის გადაჭარბებული შეფასების გამო, რომელსაც ჰასანს მიაწერდნენ ხალიფ იეზიდის განდიდება. იეზიდის გარდაცვალებიდან დაახლოებით 6 საუკუნის განმავლობაში თეოლოგები დაუსრულებლად კამათობდნენ ისლამურ ტრადიციაში მისი ადგილის შესახებ. შიიტებს კი თვალში არ მოსდიოდათ როგორც ჰუსეინის მკვლელი, სუნიტებს კი ნელ-ნელა გაუნელდათ მის დამოკიდებულება. დროდადრო ჩნდება ცნობები იმ ცალკეული ადამიანებისა თუ ჯგუფების შესახებ, რომლებიც იეზიდს კარგად მოიხსენიებენ. თავად შეიხი ადი იეზიდს უწოდებდა იმამს და იმამის ვაჟს, რომელიც ურწმუნოებს ებრძოდა. ადის ნათქვამი ჰქონდა აგრეთვე, რომ ვინც მის სახელს უდიერად მოიხსენიებდა, თემიდან განიკვეთებოდა. იბნ თაიმია, რომელიც სინანულით იხსენებდა იეზიდის მიმართ ადავიელთა მიკერძოებას, აცხადებდა, რომ ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულების აღმზრველი ეს ხალიფა არც განდიდებას იმსახურებდა და არც გმობას. კიდევ ერთმა მისმა თანამედროვე თეოლოგმა, ევფრატის ველზე მორწმუნეთა კითხვებს რომ უპასუხებდა, რელიგიური ფანატიზმი დაგმოდა ზოგიერთი შიიტური სექტა ერთი უკიდურესობის მაგალითად მოიყვანა, ხოლო ადავიელები და იეზიდები მეორისა. სიტყვა იეზიდი მისთვის ერაყელ ადავიელებს აღნიშნავდა, რადგან მერე შეიხ ჰასანის სიტყვებს იშველიებდა მისი ერთ-ერთი ქადაგებიდან. იგი მორწმუნეებს მოუწოდებდა თავს დასხმოდნენ ევფრატის გაყოლებაზე მდებარე სხვა ქალაქებს, სადაც ადავიელები ადგილობრივ მკვიდრთ შთააგონებდნენ მოეკლათ ნებისმიერი პირი, რომელიც ხალიფ იეზიდის სახელის შებრალვას შეეცდებოდა.
სწორედ ამ დროს ზაინ ად-დინის ვაჟი iz ad-დინი სირიის ადავიელთა თავი იყო. 1330-31 წლებში ეგვიპტის სულთანმა, რომელსაც უკვე მეტისმეტად აღიზიანებდა ქურთებს შორის მისი პოპულარობა, შეიტყო, რომ iz ad-დინის მომხრეები ცხენებს, იარაღსა და სხვა საბრძოლო აღჭურვილობას აგროვებდნენ. კაიროში ადავიელები დაჰკითხეს და გაირკვა, რომ ისინი ეგვიპტისა და იემენის დაპყრობის გეგმებს განიხილავდნენ. iz ad-დინმა ამგვარი გეგმების მზადება უარყო და ხელისუფლებას შესთავაზა, რომ ვითარების ჩასაცხრობად დაეპატიმრებინათ. იგი ციხეში გარდაიცვალა. ადავიელები ერთხანს კიდევ არსებობდნენ ეგვიპტესა და სირიაში, გაერთიანებულნი სუფისტურ რელიგიურ ორდენში. მაგრამ iz ad-დინის შემდეგ არც ერთი ჩანაწერი არ მოგვეპოვება შეიხ ადის ოჯახის იმ განშტოებაზე, რომელსაც იგი მიეკუთვნებოდა. თუმცა ჯებელ სემანში შექმნილი ერთი ხელნაწერის მიხედვით, iz ad-დინის ძმა და მისი ჩამომავალი იქ სულ მცირე 5 თაობის განმავლობაში ცხოვრობდნენ. 1322 წელს მონღოლებსა და მამლუქებს შორის ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ორ სახელმწიფოს შორის საზღვრად ევფრატი ცხადდებოდა. ზაიდ ად-დინის ლექსებში ლალიშის ველის მონატრების ზევდა იკითხება, მაგრამ არ შემოგჩენია წყარო, რომელიც გადმოგვცემდა თუ ვინ სახლობდა იქ მე-14 საუკუნეში. 1327 წელს მაროკოელი მოგზაური იბნ ბათუთა ჩასულა მოსულში, ჯაზირასა და ბელეთ სინჯარში, სადაც ბევრი ქურთი შეუნიშნავს. ეგვიპტელი ენციკლოპედისტი ფადლალა ელ-ომარი 1338 წელს წერდა ამ საკითხზე. მან იცოდა სირიელ ადავიელთა არსებობის შესახებ და 18 გვერდი დაუთმო ქურთისტანის ტომების აღწერას, თუმცა ლალიშის თემი არც ერთ ამ ავტორს არ უხსენებია. მონღოლთა დაპყრობების შემდეგ ერაყი აღარასოდეს გამართულა წელში. 1329 წელს მოსულის მესამედი ჯერაც დანგრეული იყო. საუკუნის შუა ათწლეულებმა კი კიდევ ორი უბედურება დაატეხა თავს: შავი ჭირი და ანარქია. მონღოლთა იმპერია იქცა ერთმანეთთან მებრძოლ სამთავროებად. მათ შორის, ვინც იზარალა და იტანჯა, ქრისტიანებიც იყვნენ, რომლებიც თავიდან მონღოლებს მოსწონდათ, მაგრამ მოგვიანებით დაუნდობლად უსწორდებოდნენ. ნესტორიანული ეკლესიის, ოდესღაც უძლიერესი აზიის სავაჭრო გზების გაყოლებაზე, გავრცელების არეალი მოსულის, ურმიისა და დიარბაქირს შორის მოქცეულ რეგიონამდე შემცირებულიყო. გარდა ამისა, უმნიშვნელო კავშირი არსებობდა ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე მალაბარის ეპარქიასთან. იაკობიტებმა თავი შეინარჩუნეს აღმოსავლეთ ანატოლიასა და თურ აბდინში. ცენტრალური ხელისუფლების დაცემა ქურთებს ახალ შესაძლებლობებს თავაზობდა. მოსულის ჩრდილოეთით, ლალიშის უკან მდებარე მთებში, ამადიაში დაფუძნდა ბახტიანების კლანი, რომელმაც ჩაანაცვლა ჰაქიარის ტომი. მისმა წარმომადგენლებმა ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლეს, რათა ვანის სამხრეთ-აღმოსავლეთით სხვა ტერიტორია დაეკავებინათ. დანგრეული ქალაქი ჯაზირა იბნ ომარი ბოხთის კლანის წევრებმა დაისაკუთრეს, ხოლო ზემოთ ჰისნ ქაიფის ციტადელი და ტიგროსზე გადებული დიდი ხიდი სალადინის მემკვიდრეებმა, ოდესღაც უზარმაზარი იმპერიის უკანასკნელმა მოდგმამ. 1393 წელს ქურთ ლიდერებს უკვე თემურის ხალიჩის კოცნა უწევდათ თურქესტანიდან მოსული ახალი დამპყრობლისა, რომელმაც ერაყის ტერიტორია სიკვდილის თესვით გადაიარა და სადაც ფეხი დადგა, თავის ქალების მთები დატოვა, მათ შორის და ხშირადაც ქრისტიანებისა. ღამღამობით ლაპლაპი რომ გაუდიოდა, როგორც თემურლენგის უტყუარ ნაკვალევს. 8 წლის შემდეგ, რაც ინდოეთი, აღმოსავლეთი ანატოლია და სირიის ჩრდილოეთი ტერიტორია დაიპყრო, თემურლენგმა კვლავ ბაღდადში დაბრუნება ისურვა აჯანყების ჩასახშობად და 100,000 ადამიანი დახოცა. ხეიბარი დამპყრობი, რომელსაც დასავლეთში ტამერლანის სახელით იცნობენ, 1405 წელს გარდაიცვალა. ერაყი კი, ვინ იცის მე რამდენად, კვლავ ძველი და ახალი აგრესორების საომარ ადგილად დარჩა. 1415 წლის დასაწყისში ქურთისტანიდან კაირომდე გასაკვირმა ამბავმა ჩამოაღწია. შეიხ ადის დიდი ხნის დავიწყებულ მოწაფეებს ისეთი ძალაუფლება მოეპოვებინათ, რომ iz ad-დინმა, ჯაზირა იბნ ომარის ამირამ, სპარსელი სუფიამ ქადაგებლის საჩივრები შეისმინა და მათ წინააღმდეგ ლაშქარი გააგზავნა, რომელსაც ორ სხვა მეთაურთან ერთად
სამხედრო დახმარებას უწევდა ჰისნ ქაიფის მკვიდრი ალ-ადილიც, სალადინის ძმის ჩამომავალი და სეხნია. მათი გაერთიანებული ჯარი ჰაქიარის მთებს შეესია, დახოცა შეიხ ადის უამრავი მიმდევარი, რომელთაც მაშინ ქურთები სოჰბეთიეს თანამოძმეებს უწოდებდნენ. ბევრი კი ტყვე დაიყვანეს. ბრძოლის შემდეგ ჯარი შეიხ ადის სოფელში შევიდა. მიცი აკლდამა ცეცხლს მისცა და მიწასთან გაასწორა. ადის ძვლებიც კი დაწვეს ტყვეთა წინაშე. მერე კი დიდძალი ნადავლი წაიღეს. მემატიანე თაქი ad-დინ მაქრიზი წერს. თანამოძმეები ხელახლა შეიკრიბნენ და აკლდამა აღადგინეს და დასძინეს, რომ იმ დროს, როცა იგი ამ სტრიქონებს წერდა, ესე იგი 20 წლის შემდეგ, ეს კულტი კვლავ ყვაოდა. საოცარია, მაგრამ ლალიშის ეს პატარა თემი უფრო დღეგრძელი და სიცოცხლისუნარიანი გამოდგა, ვიდრე აბასიდები, მონღოლები, შავი ჭირი და თემურლენგის შემოსევა. თუმცა ალ-მაქრიზის ისტორიიდან ამ მცირე ამონარიც თუ არ ჩავთვლით, 200 წელია შუალედი 1291 წელს შეიხ ადის ნათესავის სიკვდილით დასჯასა და მე-16 საუკუნეში მის მიმდევართა ხსენებას შორის. იმ დროისათვის იეზიდთა რწმენა უკვე ისეთ რელიგიად ქცეულიყო, რომელზეც ათეულ ათასობით ქურთი მოექცა, მაგრამ მისი დოქტრინა სუფისტური ცხოვრების წესიდან სულაც არ წამომდგარა. მუჰამედს, რომელსაც მუსლიმები დღეში 5-ჯერ აღიარებენ ჭეშმარიტ მოციქულად, ატლანტის ოკეანიდან ჩინეთის ზღვამდე, ამ რელიგიის შექმნასთან არაფერი აკავშირებს. ყურანის წარმოდგენები, საერთო როგორც ქრისტიანთა, ისე იუდეველთათვის, იმის შესახებ თუ რა გააკეთა ღმერთმა ადამიანის შექმნის შემდეგ, უარყოფილია. მორწმუნეებს ახალი შემწე და შუამავალი შესთავაზეს. მისი სიმბოლო ფარშავანგი იყო.